ირანი ახლახან შევიდა კრიტიკულ ფაზაში კოლაფსის, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი სამხედრო ომით, არამედ წყლის კრიზისით გამოწვეული კოლაფსით. ამ ოთხშაბათის 2026 წლის 8 აპრილის დასაწყისში, 2 კვირის მყიფე ზავის ფონზე. ომში, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები, ისრაელი და ირანის რეჟიმი, ყველაზე სერიოზული ნიშანი მხოლოდ დაბომბვებიდან არ მოდის, არამედ წყლიდანაც. ქალაქურ რაიონებში წყალმომარაგების დეფიციტია, რეზერვუარები ცარიელდება და ინფრასტრუქტურა, რომელიც სამოქალაქო ცხოვრებას უზრუნველყოფს, კონფლიქტის სტრატეგიული თამაშის ნაწილად იქცა. დრამა ახლა მხოლოდ სამხედრო არ არის, ეს არის ჩუმი კოლაფსი, რომელიც მთელი ქვეყნის ყოველდღიურობას აზიანებს. რა ხდება პირდაპირ? ირანი ბოლო 10 წლეულების ყველაზე მძიმე წყლის კრიზისს აწყდება. ამას მხოლოდ რეჟიმის ოპოზიცია არ აღიარებს. თავად ირანის ოფიციალურმა სტრუქტურამ უკვე აღიარა რიციონირების რისკი თეირანში, ქალაქში, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. როიტერსმა აჩვენა, რომ ქვეყნის 19 დიდი კაშხალი პრაქტიკულად გამშრალია, ხოლო მაშჰადში, ირანის მეორე უდიდეს ქალაქში, წყლის მარაგი 3%-ზე ნაკლებზე დაეცა. თეირანში 5 მთავარმა რეზერვუარმა თითქმის ნახევარი მოცულობა დაკარგა, ხოლო პრეზიდენტმა მასუდ პესეშქიანმა განაცხადა, რომ თუ წვიმა არ მოვა, დედაქალაქის ევაკუაციაც კი შეიძლება გახდეს საჭირო. სად არის ზეწოლა ყველაზე ძლიერი? თეირანში, მაშჰადში და ისფაჰანში, მაგრამ პრობლემა ამ ქალაქებზე ბევრად ცდება. სატელიტური სურათების ანალიზმა, რომელიც სისესმა ჩაატარა, აჩვენა ირანის დედაქალაქის მთავარ რეზერვუარებში წყლის დაჩქარებული შემცირება. ბევრ უბანში მთავრობამ უკვე შეამცირა წყლის წნევა ღამით და მოსახლეობა აუზებს, ტუმბოებსა და საცავებს ყიდულობს, რათა წყლის შეწყვეტას გადაურჩეს. რაც ადრე ეკოლოგიური კრიზისი იყო, ეხლა სოციალური კრიზისი გახდა, რომელიც სახლებში, სავაჭრო ობიექტებში და მილიონების ყოველდღიურ ცხოვრებაში აშკარად ჩანს. როგორ მივიდა ირანი ამ მდგომარეობამდე? ხანგრძლივი გვალვის, უკიდურესი სიცხისა და დაგროვილი შეცდომების კომბინაციით. World Weather Attribution-მა აღნიშნა, რომ 2025 წელი გვალვის მეხუთე ზედიზე წელი იყო, რაც კლიმატის ცვლილებამ კიდევ უფრო გაამწვავა. მაგრამ კატასტროფის ცენტრი პოლიტიკურ და სტრუქტურულ პრობლემებშია. სოფლის მეურნეობა ქვეყნის წყლის 90%-ზე მეც მოიხმარს, მაშინ როცა 10 წლეულების განმავლობაში არასწორად დაგეგმილმა კაშხალებმა, ჭაბურღილების გაბურღვამ და მიწისქვეშა წყლების გადაჭარბებულმა ამოღებამ სისტემა დაასუსტა. თეირანის ზოგიერთ ნაწილში ნიადაგი უკვე წელიწადში 10 დუიმზე მეტით იწევს ქვემოთ, რაც აკვიფერების ამოწურვის მკაცრი სურათია. რატომ გააუარესა ომმა ყველაფერი? იმიტომ, რომ მან დააზიანა ენერგეტიკა, ტუმბვის სისტემები, გამტკნარება და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მარტში როიტერსმა აჩვენა, რომ თეირანი დაემუქრა სპარსეთის ურისქვეყნებს ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე შურისძიებით, თუ შეერთებული შტატები მის ელექტროსისტემას დაარტყამდა. იმავე სააგენტოს მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სამოქალაქო მოსახლეობისათვის ობისათვის აუცილებელ ობიექტებზე თავდასხმა შეიძლება ომის დანაშაულად ჩაითვალოს. ასევე მოხდა ირანის თავდასხმა ქუვეითში მდებარე ენერგეტიკისა და გამტკნარების სადგურზე. და ამ კვირაში როიტერსმა დააფიქსირა, რომ გამტკნარების სადგურები რეგიონული ესკალაციის პირდაპირი სამიზნე გახდა. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, წყალი იარაღად იქცა. ვინ იხდის ამ ფასს? ჩვეულებრივი მოსახლეობა. ოჯახები გაფრთხილების გარეშე რჩებიან წყლის გარეშე, დედები ბოთლის წყალს იყენებენ გამოსავლად, მცირე ბიზნესები მუშაობას წყვეტენ და მიტოვებულობის განცდა იზრდება. თეირანსა და მაჩადეში როიტერსთან საუბარში ადგილობრივებმა საათობით წყლის მიწოდების გარეშე დარჩენის შესახებ ისაუბრეს და პასუხისგებლობა პირდაპირ ცუდ მართვას დააკისრეს. ეს საკითხი ცენტრალურია, რეჟიმი ცდილობს მთელი პასუხისგებლობა ომზე გადაიტანოს. მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ კრიზისი უკვე არსებობდა 2026 წლის ყველაზე მძიმე სამხედრო ფაზამდე. ომმა კოლაფსი დააჩქარა. ეს კატასტროფა მხოლოდ ომმა არ შექმნა. როდესაც ეს კრიზისი რეალურ პოლიტიკურ საფრთხედ გადაიქცა, მან უკვე წლების განმავლობაში აჩვენებდა ნიშნებს. როიტერსი იხსენებს, რომ წყლის ნაკლებობამ 2021 წელს ძალადობრივი პროტესტები გამოიწვია და ასევე გააღვივა მღელვარება 2018 წელს, განსაკუთრებით ფერმერებს შორის, რომლებიც წყლის გადამისამართებასა და ცუდ მართვას აპროტესტებდნენ. ეხლა სიტუაცია კიდევ უფრო ფეთქებადია, რადგან წყურვილი, ელექტროენერგიის ნაკლებობა, ეკონომიკური წნეხი და მომსახურების ჩავარდნა ერთდროულად ქმნის დაძაბულობის კერას. ის, რაც ადრე ტექნიკურ საკითხად ითვლებოდა, ეხლა უშუალო რისკად იქცა რეჟიმის შიდა სტაბილურობისთვის. საბოლოოდ გადამწყვეტი კითხვა მარტივია, რატომ ჩანს ირანი ამ მომენტში ასეთი მოწყვლადი?
იმიტომ რომ რეჟიმმა მისცა გვალვას სისტემად ქცევის საშუალება, ცუდი მმართველობა ყოველდღიურობად აქცია და ეხლა ომს უკვე დამსხვრეულ სტრუქტურაზე ებრძვის. ეს მხოლოდ ცარიელი კაშხალი ან დაზიანებული მილსადენი არ არის. ეს არის მთლიანად გაცვეთილი მოდელი.